ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობის და რუსული კავშირების შესახებ იოტის ოდენა ფაქტიდაც კი ვერ დასტურდება. ეს არის ციტატა ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილიდან, რომელიც მან დილით გაავრცელა. ირაკლი კობახიძე ამ წერილში მადლობას უხდის ტულსი გაბარს, Deep State-ის მხილებისთვის და ამბობს, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ოცნების პრემიერი ასევე ყვება, რომ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება სწორედ Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. კობახიძის აი ამ განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები, მათ შორის მეხუთე პრეზიდენტისგან. გიორგი კიკაბიძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის უფრო დეტალურად გაგვაცნობს შეფასებებს. დიახ, თამარ, ირაკლი კობახიძის წერილს ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოცნებას რეპრესიულ კანონებსა და ოკუპანტების ქებას ახსენებს. არც პუტინი, არც კავშირები, არც რუსული მეთოდები, რეპრესიული მეთოდები ყველაფერი მოგვეჩვენა. ესენი ყოფილან უაღრესა და ფარულად პროდასალურები წერს ირონიით სალომე ზურაბიშვილი. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ოცნების მთავრობა დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებით, რათა ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხე არ დაემუქროს, პარტია ითხოვს კონკრეტულ არგუმენტებსა და ფაქტებს, რაში გამოიხატება მათი პრორუსულობა. როდესაც ივანიშვილის მიერ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ის, რომ ოლიგარქს და მისი გუნდის წევრებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ერთი კრიტიკული და მწვავე განცხადებაც კი არ მოგვისმენია მათი მხრიდან რუსეთის მიმართულებით. უფრო მეტიც, უჭირთ რუსეთს ოკუპანტი დაარქვან. კობახიძე ფაქტებს ითხოვს, შესაბამისად უნდა გავახსენოთ მას ისიც, რომ მთავარ პროკურორად სწორედ რუსეთის აგენტი ყავდათ დასმული ოთარ ფარცხალაძის ცნობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გატარების გამო ყავს დასანქცირებული. კიდევ ერთი არგუმენტია უკრაინაში რუსეთის აგრესია. ამ ნაწილში არაერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე ივანიშვილის პარტიამ, რომელმაც ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო ომის პირველივე დღეებიდან. კობახიძემ და ივანიშვილის გუნდმა წარმოადგინონ ფაქტები, რომ Deep State მათგან ომში ჩართვას ითხოვდა, დადონეს ფაქტები და მერე მოითხოვონ ივანიშვილის პრორუსულობის დამადასტურებელი, ასე ვთქვათ, არგუმენტები და ფაქტები. მგონია, რომ კობახიძეს უკვე ღამე კოშმარები ესიზმრება Deep State-ის შესახებ და დილით რო იღვიძებს მერე ამ კოშმარებს ჩვენ თავზე გვახვევს. ივანიშვილს ვერავინ ვერ პოულობს საჯაროდ, ხო, აჩთილი დადის მისი საქართველოში, მაგრამ მისი გუნდის დამოკიდებულება, რომ ერთი სამოდურავიც კი არ დაცდენიათ, არათუ კრიტიკა და არათუ უფრო ხისტი დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ამაზე მეტი ფაქტი და დამადასტურებელი რამე უნდა. ივანიშვილი ის ფიგურაა, რომელსაც არასდროს დაუმალავს, რომ FSB-ს აფინანსებდა და გარდა ამისა აფინანსებდა გენერალ ლებედის პოლიტიკურ კამპანიას. ასე რომ სხვა რა შეიძლება რომ იყოს ფაქტი მარწმუნებელი იმისა, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი თხემის ტერფამდე არის მიბმული რუსეთთან. დაწყებული იმით, რომ ჩვენ ნახეთ წინა კვირაში განცხადება, რომ თითქოს და გლობალური ომის პარტია ცდილობს, რომ შეაიარაღოს ევროპა, გახადოს მილიტარიზებული და ეს გლობალური ომის პარტია გამოდის, რომ არის სწორედ დონალდ ტრამპი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2017 წლიდან მოყოლებული ტრამპი აქტიურად ცდილობს, რომ ევროპამ გაზარდოს თავისი თავდაცვის ხარჯები, რაც გამოხატული იქნება ამ ნატოსთვის კონტრიბუციაში, როგორც იქნა ამას მიაღწიეს ამერიკელებმა, როგორც იქნა ამას ტრამპმა მიაღწია, ამას თulis მნიშვნელოვან გამარჯვებად და ეხლა უცებ მას კობახიძე ეძახის გლობალური ომის პარტიის მიღწევას, გამოდის, რომ ეს პირდაპირ დონალდ ტრამპის მიმართ არის გაკეთებული ეს განცხადება. და ჩემი აზრით, ამის შემდეგ აღარ უნდა იყოს არანაირი კითხვა რეალურად თუ რა პოლიტიკას ატარებენ ტრამპის ადმინისტრაციას დაკავშირებით ქართული ოცნებიდან. რაც შეეხება Deep State-ის ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის და სხვების წინააღმდეგ საქართველოში, მე სულ გეუბნებოდით თუ გახსოვთ და ეხლაც ვიმეორებ, რომ
ეს ძირითადად არის შიდა მოხმარების ამორჩეველისთვის მიმართული განცხადება. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან რუსეთზე წნეხის გაზრდას. ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად მცირდება რუსეთის გავლენა კავკასიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში და აქედან გამომდინარე ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს, რომ პროპაგანდის მეშვეობით დააჯეროს საკუთარი ამორჩეველი და ქართული საზოგადოება, თითქოს ისინი არ არიან პრორუსული ძალა და თითქოს და მათი ქმედებები არ შედის რუსეთის ინტერესებში. ბოლო განცხადება, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამ დროის განმავლობაში, არის ზუსტად ეს პროპაგანდისტული ხრიკი, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა, ეს ამოცანა არის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან დაალაგების მცდელობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ გვპირდებოდნენ ამას იანვარში, არ გამოუვიდათ და ახლა ისევ ცდილობენ ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ისევ ცდილობენ თითქოს და ფსევდო დაალაგების ილუზიის შექმნას. კობახეძის მტკიცებით სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის დაბრალება Deep State-ის ხელწერა ამ კონტექსტში ჩამოთვლის იმ პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც არსებობს არათუ ეჭვები, არამედ კონკრეტული ფაქტები რუსეთთან კავშირების შესახებ. მათ შორის არის მარინ ლეპენი, ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიებს არმალავს და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც ეწინააღმდეგება. ასევე ის ახსენებს კალინ ჯორჯესკუს, ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო რუმინეთში და მისი პირველ ტურში გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სწორედ არჩევნებში რუსეთის ჩარევების გამო. და ბოლოს ორბანი, ევროკავშირის თავის ტკივილი, რომელიც ლოიალურად არის განწყობილი პუტინის მიმართ და ასევე ბლოკავს შეზღუდვებს ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ. ორბანი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ოცნებისთვის ევროკავშირში. დიდი ხანია 10 წელზე მეტია დამტკიცებულად არსებობს საქმე, სადაც მარინ ლეპენმა რუსეთისგან პუტინთან დაახლოებული ბანკისგან ისესხა ფული 9 მილიონი ევრო და ამაზე მარინ ლეპენი წლების განმავლობაში საუბრობდა საფრანგეთის ტელევიზიით. იგი არის აფილირებული პუტინთან, ამას თავადაც აღიარებდა ხოლმე, ამიტომ ეს არის ტყუილი, რომ მას რუსეთულობას ვიღაც აბრალებს და ის, რომ დღეს იგი არის სასამართლოს წესით მისჯილი, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში საფრანგეთის საქმე, ეს არის ევროპარლამენტარი, როდესაც იყო მარინ ლეპენი. მან მიითვისა ევროპული სტრუქტურების ფული, როგორც ევროპარლამენტარმა აიღო ფული ევროპარლამენტისგან და იმის მაგალითად რომ გადაეხადა ეს საკუთარ მრჩევლებისთვის, გადარიცხა საკუთარ ფონდში თავის პარტიაში და ასე ვთქვათ, შავად გამოიყენა ევროკავშირის ფული. ამაზე ურჩილა მას ევროპარლამენტმა, არავითარ შუაში არ არის საფრანგეთი და ევროპარლამენტმა მოიგო თავისუფალ სასამართლოში საქმე. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი სამუშაო დღე წერილის გამოქვეყნებით დაიწყო ირანის, ჩინეთისა და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მეგობარი ივანიშვილი და მისი პარტია პრორუსულობის დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს. როგორც ჩანს, ეს საკითხი მათ ძალიან ანერვიულებთ, გაგახსენებთ, სწორედ ეს თემა იყო განხილვის საგანი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან, რომელთანაც წუხილი გამოთქვა კობახიძემ, რომ ოცნების მთავრობას პრორუსულობას აბრალებენ.